Დავიწყო დღევანდელი პროცესებით საუბარი, რა გაქვთ სათქმელი, თქვენ ზოგადად ეს ბასლანძის პარალელიც ახსენეთ დღეს თქვენ კომენტარში, რომ ხო ასეთი ქვეყანა მივიღეთ პროცესებით რომ დავიწყოთ. ზოგადად ამ ქვეყანაში სულ არსებობდნენ პრივილეგირებული ადამიანები, წინა ხელისუფლების დროსაც, იმის წინა ხელისუფლების დროსაც, კომუნისტების დროსაც, ხალხი, ვისაც სხვაზე მეტის გაკეთება შეეძლო, სხვაზე მეტის გაკეთების უფლება ჰქონდა, ვისაც ეპატიებოდა იმაზე მეტი, ვიდრე ეპატიებოდა სხვას. ზოგს ეპატიებოდა საერთოდ ყველაფერი და დღესაც ამგვარი ადამიანები გვყავს, არც თუ ისე ცოტა და ჩემთან სამწუხაროდ კიდევ უამრავია, ვისაც უნდა რომ ამგვარი პრივილეგირებული გახდეს. სასრაფო ძღოლი არ იყოს, არც ავტობუსის ძღოლი არ იყოს და ბასლანზე მაინც იაროს. ვიღაცას მიუვარდეს, შეურაცხყოფა მიაყენოს ფიზიკური და გამოკითხვაზე მეორე დღეს დაიბარონ ნახევარი საქართველოს ჩართულობის შემდეგ. გასაგებია რომ ქაჯობა ეხა სხვაზე მეტი გინდოდეს, სხვაზე მეტი იყო და ამას რაღაც კანონი დაიხმარო და არაშენი კარგი ადამიანო, მაგრამ ამის მიუხედავად ყველას მაინც ესუნ ეხა იმ ბიჭერო იყო საუბარი, რამდენიმე დღის წინ ადრე რო პროევროპულ აქციებზე იდგა ცოტა ხნის წინ და ეხლა რო საკრებულო სიაშია, მაგ ვიშავა. ოცნების საკრებულო სიაში. ხო, ოცნების საკრებულო სიაში, ანუ ფულის გამო ხო არის ფული შოვნა უამრავნაირად შეუძლია ადამიანს პრივილეგირების შოვნა შეუძლია მხოლოდ ისე როგორც ეხლა ეს ბიჭი ხსა მხოლოდ ქართული ოცნების რიგებში შესული შეიძლება ეხლა ადამიანმა პრივილეგია მოიპოვოს და ეხლა დღეს ვიცავდი სტუდენტ გოგონას რომელსაც სასწავლო წლის დასაწყისში აჯანიმებენ 5000 ლარით იმის გამო რომ პოლიციას დაკავების დროს თავის მეგობარზე ეკითხა რატო აკავეთ უბრალოდ ეკითხებოდა არც ხელი შეშლა არ იყო არც რაღაც სიტყველი შეურაცხყოფა არ იყო და თან ხედავ რომ ბლაშა ბასლანძე ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ადამიანი ჩადის სავარაუდო დანაშაულს და არ ხდება სათანადო რეაგირება მე არ ვამბობ კონკრეტულად რა დანაშაული იქნა ჩადენილი უბრალოდ თან ასევე რწმენაც არ მაქვს იმის რომ ამ ადამიანის მიმართ დაიწყება სათანადო სისხლის სამართალ წარმოება და გავიგებთ სინამდვილეში რა მოხდა, იმიტომ რომ ესეთი ქვეყანა პრივილეგირებული ადამიანები უამრავი ყავს. უბრალოდ ისტორიას ძალიან კარგი განაჩენი გამაქვს ხოლმე მათთვის, ანუ რეჟიმი ესეთ ხალხს ჭამს, ეხლა წარმოიდგინეთ, ვინ იციან ქართული ოცნების მომხრეებმა და წევრებმა, ვინ იყო აჭარაში ყველაზე პრივილეგირებული ადამიანი, ხო, რიჟვაძე იყო და როგორ დაამთავრა რიჟვაძე. ეს ხო ქართული ოცნების მომხრე არის, რეჟიმი ესეთ ავიშულებს ჭამს, როგორც კრონოსი ჭამდა და სევსე აცეთ არის, რიცეთ ვერ გადარჩება. წარმოიდგინეთ, კომუნისტების დროს ეხლა უამრავი ადამიანი დაახლოებით ბერიაზე პრივილეგირებული ვინ იყო ბერია გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს როგორ მოკლეს კაციშვილმა ალიცის და სისტემა თავის შვილებს ჭამს კი ეს ასე გახარის რომელიც პრემიერი იყო და ყველაზე პრივილეგირებული იყო ეხლა რომ გაგდებული ყავთ რეებს ალეძახიან და ირაკლი ღარიბაშვილი ამ ირაკლი ღარიბაშვილი და გახარია ჯამში ერთად 7 წელი იყვნენ ამ ქვეყნის მთავრობის მეთაურები მე დღეს თქვა კობახიძე ისინი წუდები იყვნენ წინებიო კაცო მე გამოვასწორე ყველაფერი ჩემმა მინისტრებმა 12 წლის განმავლობაში 7 წუდები იყვნენ იქნება არ ხდება რაღაცები სწორად და ხო საბოლოოდ სამწუხაროდ ამგვარი ქვეყანა როცა ხედავ სასამართლოში პირველად მისულ ადამიანებს რომლებსაც აი მცირე რაღაცა იმედი მაინც თუ აქვს დარჩენილი იმის რომ კი სამართლის პოვნა შეიძლება ეგ იმედიც კი ეკარგებათ. თქვენ ახსენეთ ოცნებაში გადასული აქტივისტი საკრებულოს კანდიდატიო რომელიც მანამდე გულმხილვარი მხარდამჭერი იყო აქციების სხვა შორის ერთი საინტერესო მომენტია მან ამ ფაქტმა ძალიან ბევრი ოცნების ერთგული მხარდამჭერის თუ არ ვიცი მესიჯებს რომ უგდებენ და მე ავრცელებენ ამ მესიჯებს ასე დასაქმებული ხალხის გაბრაზება გამოიწვია რომ პრივილეგირებულთა რიგი მანამდე გრძელი იყო და რატომღაც ამ რიგს კი არ გაყვა ოცნება ესეც სიმპტომია რეჟიმის ხომ არამედ მოძებნა კაცი რომელიც მისი მოწინააღმდეგე იყო და ის ჩასვა სიაში და ამით შიდა დარჩემორჩენილი მომხრეებიც განაცხადა ესეთი კომენტარები ვნახე რომ ესო 2012 წლამდე კი რა გუშინ წინ გვაგინებდა ეხლა რაღაცა მოინანიოს მაინცო თავარი არის ის რასაც ხდება დღეს რეჟიმი ხდება რომ უნდა გადახალისდეს სწორედ ამიტომ იწყებს თავისი შულების შამას და ბევრი პრივილეგირებული წარსულში ეხლა ციხეში და კიდევ უფრო მეც უპირებენ ციხეში გაშვებას და ამით რაღაცა თავიანთი წარსულის თითქოს ცვლილებას და ავტოფაგიის გაკეთებას რომ თავისი თავი უნდა გაისუფთავონ რაც არ გამოვათ მაგრამ მაინც აი ამას რაც ვაპირებთ თქვენ ვაკვირდებით თქვენას თქვით რომ სიმპტომი ახალი სახეების შემოყვანილობად ახალგაზრდების რომელიც ეს ეხლა უნდა რომ საკრებულოში შეუშვან მოამზადონ პარლამენტში და შემდეგ პარლამენტში განთესონ და თითქოს ესენი ახალი სახეები არიან ახალი სახეები უდრეს ახალ რეჟიმს რაც რა თქმა უნდა არის ტყუილი ასევე კარგია რომ თავიანთ რიგებში ნორმალური ახალგაზრდა ვერ მოძებნეს რომ იქ რა ქვია საკრებულოსია ბოლომდე შეევსო და მაინც ამის აქეთ ამ მხრიდან მოუწიათ რომ ესაიღონ საინტერესოა ეს თვით განწმენდის თუ შიდა რევიზიის პროცესს ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალყურს ბუნებრივს თუ შიდა დაპირისპირებით გამოწვეულს ერთი ფლანგის მეორეს დაჩაგვის სურვილი ეს მეორე ხარისხოვანი ალბათ მიზეზების ძიება
მოდი შედეგს შევხედოთ, ხო? თქვენ ახსენეთ 7 წელი დაიწუნა ივანიშვილის ახლანდელმა პრემიერმა, ხო? ფაქტობრივად დღეს. ამ 7 წელს რო თავი დავანებოთ, მანამდე ისინი დაწუნებულია, კვირიკაშვილიდან მოყოლებული კაცო. არა, მაყურებს რო თავიდან მხოლოდ ამ ორ პერსონაჟზე რო გამომახვილოთ, ყოველდღე შინაგან საქმეთა მინისტრები იყვნენ და თავდაცვის მინისტრი იყო ყარიბაშვილი, ანუ ჯამში ისინი მართავდნენ 12 წლიან უმეტესობა ხელისუფლებას და თან არ დავიწყოთო ყარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო 2019 წლიდან, ასე რომ და ბიზნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი, ზუსტად ამას გითხულობ, ივანიშვილის ცნობილი სენტენცია, რომ ის ოპოზიციას შექმნიდა მე და ანუ თავისივე ოპოზიციას და ამით განწმენდა თუ იქნებოდა მუდმივად ხელისუფლებაში, ეს არ გამოდის უახლა, დაახლოებით ამას ამბობდით თქვენ, რომ აი აღარ არის მსურველთა რიგი, ძალიან მოკლეა, ვისაც ახლა ამ ვითარებაში 100 ოცნებასთან უნდა აფილაცია. არა, ფოტოშორის არც ისე მცირეა, ბევრი ადამიანია, უბრალოდ ის რომ ოპოზიცია შექმნის, ეგ არ გამოვიდა, რომ საბოლოო ჯამში არ შეიძლება რეჟიმი დაყოფილი იყოს რაღაცას ნაწილად. ყველაფერი ერთ კალათაში უნდა ჩაიყვაროს, ერთი მონოლითური ინსტიტუტი უნდა იყოს, რომელიც არის ძლიერი და ამ ძალას ასხივებს. ჩვენ დასაბინდოდ არ გამოზდით ეს ძალის გამოსხივება, მინიმუმ თვალებში ეტყობათ ხოლმე, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდათ რომ იყვნენ, მაგრამ ამის იქეთ ჩემი აზრით მთავარი სტრატეგია, რაც აქვთ, ეს არ შეიძლება იყოს რაიმე პროქსი ოპოზიციის შექმნა, ეს არის სინამდვილეში ერთი მთლიანი ორგანიზმის შექმნა, რომელიც იქნება ავისი ძალის განსხეულება, მაგრამ ჩვენ დასაბინდოდ არ გამოვიდა. ხო, აი დავბრუნდეთ ამ თემაზე, ძალის განსხეულება, როგორც არის, შემატებულთა სიას თუ შევხედავთ, აი ერთი კაცი ახსენეთ თქვენ ახალგაზრდა კაცი, აქციებიდან გუშინ წინ მაგინებელი მათი საკრებულოს სიაში, ასევე ვნახეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს გამოარჩია და დააჯილდოვა ბატონმა კობახიძემ, გეკა გელაძე. ის არ არის მაინც ისეთი ცნობილი ფიგურა ქართული ოცნების რიგებში, როგორც წინა შინაგან საქმეთა მინისტრი, ან არც ლილუაშვილის ტონის ფიგურა არ გახლავთ, ხო? ის არის ჩვენ გავიცანით ასე, რომ დინარაძის ნაცნობობით, ყოველ შემთხვევაში ასე იყო მედიაში, დაწინაურებული კაცი, ნახოთ ის რა სიზამს კი იღებს ახლა ქებათაკებას კობახიძისგან, მაგრამ ამათ რიგებში აღარ არის ხარება. აღარ არის ის სახეები, რომელთანაც ასოცირდებოდა ძალის დემონსტრირება. ამ ნაწილში ფიქრობთ, რომ ოცნება ახალ სახეებს დაეყრდნობა, მაგრამ ძალის დემონსტრირების კონსოლიდირებას კვლავ შეეცდება? რა თქმა უნდა, ნებისმიერ უკანდახევა, რომელიც არ უნდა ვნახოთ და რა ფორმითაც არ უნდა ვნახოთ ქართული ოცნების მხრიდან, თუ ეს უკანდახევად იქნება ასევე ახმული მათი ამომრჩევლების მხარეს, ეს ჩამოიწვევს სრულად ჩამოშლას ამ სისტემის, სრულად არიან დამოკიდებული იმაზე, რომ ყოველთვის მიდევარ წინ და ჩვენ ვარ ძლიერები და ვასხივებთ ამ ყველაფერს. შინაგან საქმეთა მინისტრად შეეხება, ეს არის მეზამეც ის ფიგურა, რომელიც ფრონტში უნდა იდგეს და რომელსაც უნდა წაიყვანოს პოლიტიკური პროცესი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, აღნიშნული პროცესის წარმართვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მოკამ დინარაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთვება მეწილად თავის თავზე იტვირთებს იმათ შორის სამშობლოს ღალატის მუხლების გამოყენებას, ჩემი ღმერთმენი სწორედ ამისთვის დაინიშნა იურიდიული განათლების მქონე და ასევე მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამტანი კაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჰედად. საბოლოო ჯამში გეკა გელაძე გადავა უკან და ალბათ ვერასოდეს გავიგებთ სინამდვილეში გელაქვია თუ გეკა, იმიტომ რომ შენგან საქმეთა სამინისტრო საიტზე წერია რომ გელაქვია და შესაძლოა ფეისბუქზე გეკა ქვია და სინამდვილეში ჩვენ ყველა ვიცით რომ მნიშვნელობა არ აქვს რა ქვია მის მაგრამ სხვა რო დანიშნო მაგას არ იქნება მნიშვნელობა. და მთავარი ის ყველაზე სულელური რაც ვნახეთ იყო ის რომ ანრი ოხანაშვილი მრჩევლად გაუშვეს და რა უნდა ურჩიოს ანრი ოხანაშვილმა ვინმეს, ანუ მაქსიმუმ ურჩიოს რომ ბიზნეს არ დაუჯერო, რასაც ვერ გაგს, ანუ ვიღას თუ ბრძანებას აძლევს იმ მეორე ვიღაცას, იმ მეორე ვიღაცას რა შეიტიდა მრჩეველი, რა უნდა უთხოვს მიდი მალე ხარ რასაც გეუნებიან გააკეთეო. საბოლოოში თავიდან მოიჩინეს და ამანაც უამრავი შეკითხვა გააჩინა, როგორ შეიძლება რომ სუსის ხელმძღვანელი ორ თვეში თავიდან მოიშორო. რა ვერ გააკეთა პოსტი სამ თვეში გადააყენეს და გადაიყვანეს თანამდებობაზე, სადაც ანაზღაურება არ არის. ამაზე მეტი რა უნდა დასწინოს რეჟიმმა, არ ვიცი, მაგრამ ადამიანს თავდადებულია ხელფასი არ ჭირდება ჩემს. ხო, ნუ ეგეც მაგასაც იტყვიან ალბათ ჯეიმს ბონდს ადარებდა მახსოვს მამუკამ დინარაძე, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ პოლიტიკური პროცესების ასე ვთქვათ ასპექტს, სასამართლოს პირობებში, ორმაგი სტანდარტის პირობებში, თუ ჩემიანი არ დავსჭი, თუ ჩემიანი არ არის და ჩემს რეჟიმს მინიმუმ რაღაც არყევს და თუ ძალიან არყევს ალიყურისთვისაც დავაკავებ და ასე შემდგომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეში. და ძალის კონსოლიდირების რაღაცნაირი მცდელობა, რა ფორმაშია თქვენი აზრით ახლა ქართული ოცნება და მისი ოპონენტები ორივე ფლანგი რომ შევაფასოთ? ქართული ოცნება კრიზისშია და ცდილობს რომ თავი გადაიჩინოს, ჯერ რასაც ვახერხებ ლოგიკურად მიდიან
ბოლოსკენ თვით გადარჩენისკენ რასაც აკეთებენ ყველა ნაბიჯარის ლოგიკური რაღაცაზე ვერ ვიტყვით რომ ეხა მაგრამ ეს არ უნდა გაეკეთებინათ და რა სისულელე გააკეთეს ესე არ არის ნუ გასაგებია რომ რაღაცეები შეკითხვებს აჩენს თუმცა ეს გარკვეული ბზარებიც გამომდინარე რომ შიდა კლანური დაპირისპირებიდან რაც რაც იმგვარი პოლიტიკური პარტიის როგორც არის ქართული ოცნება მგონია რომ დამახასიათებელი და ისედაც ველით ხოლმე ამგვარ რაღაცებს გარედან ამ კრიზისის გაძლიერება და დელეგიტიმაცია და არაღიარება რა თქმა უნდა შიგნით ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად აჩაღებს ამის იქით ოპოზიცია არ არის ისეთ ფორმაში როგორშიც გვინდა რომ იყოს მე მგონია რომ ქართული ამორჩეული ოპოზიციაზე ძალიან გაბრაზებულია უბრალოდ ქართული ოცნება ისეთ სუდად იქცევა რომ ეხა მართლა ვფიქრობთ რომ ამაც ლაპარაკის დრო არ არის მოდი ერთმართველობა მოვიშოროთ და მე არჩევნებზე გადავწყვიტოთ ვინ რა დოზით შევა პარლამენტში და იჭხუბონი შიგნით და ვინც უფრო მართალი იქნება თუ დებატები დაბრუნდება და ასე შემდეგ რაღაცა უფრო მეტი კულტურა გვექნება მე გადავწყვეტ მაგრამ ამის იგით რა თქმა უნდა უამრავი პრეტენზია არსებობს იმ ოპოზიციის მხარეს არის ბევრი არალოგიკური რაღაცები, არის ბუნდოვანება, არის გზა, მაგალითად ეხა ხაბეიშვილი რასაც ლაპარაკობს, ჩემს ეს ბევრად უფრო ლოგიკური და სწორი ამბობდე, რომ რუსები მყავს ხელისუფლებაში და არჩევნები აღარ არსებობს, მაშინ რა უნდა გააკეთო? მაშინ მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდინო და ხელისუფლება უნდა გადაიბარო და ქვეყანა უნდა შეესწრო. ამის იქით მაშინ ეხა აქტიურ ბოიკოტში ვარ, მე ვერ ხვდები რა სიშა, ანუ აქტიური ბოიკოტით დამარცხებული დიქტატორების სია ალბათ არც ისე გრძელია საერთოდ რომელიმე სახელი თუ არის მანდ ისიც არ ვიცი. long term თამაშად შეეხება ამაზე ვერავინ პასუხისგებლობას ვერ იღებს და ვერავინ ვერ ამბობს იმას, რომ მოიცა ეხა არა ხალხო ეხა არ გამოგვდის და შეიძლება ერთი წლის მერე გამოგვიდეს, იმიტომ რომ ამ ერთ წელიწადშიც რაღაცა პროცესი უნდა აჩვენო ადამიანებს როგორ ძლიერდები. საბოლოო ჯამში ყველა ამბობს, რომ პროტესტი კარგია, რომ ამ პროტესტის გაძლიერებისთვის რას აკეთებენ, მაგასაც ვერ ხედავ გასაგებია, რომ ერთეულები ინდივიდუალურად შეიძლება მიდიოდნენ, მაგრამ ამის იქეთ პოლიტიკურმა პარტიამ რომელსაც რაღაცა უფრო მეტი რესურსი გაგაჩნია, გაგაჩნდა კონკრეტულად გონია რომ უფრო მეტი უნდა გააკეთო. მოყარის პირში უნდა უძრახო რატოღაც ეხა მიღებულია რომ თუ ოპოზიციურ სპექტრზე რამეც უცამბობ მოსყიდული ხარ და იმათ ხარის ხარ გადასული სინამდვილეში ჩვენთვის რომ ჩვენ უკეთესები ვიყოთ და უკეთეს ფორმაში ვიყოთ ჯანსაღი კრიტიკა მისაღები არაჯანსაღი სწორედ ის არის რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ ვილაპარაკებენ ბოიკოტის მომხრეების არჩევნებში შემსვლელთა მომხრეების 4 ოქტომბერს რაღაცნაირი მშვიდობიანი რევოლუციის მომხრეების ასე ვთქვათ, დაპირისპირებების დასრულების ტექნიკური თარიღი 4 ოქტომბერია, ხომ ასეა? არა, მე მგონია რომ არ არსებობს ბოიკოტი გზა არ არის, ბოიკოტი არის დასრულებული თუ არ მათ ხომ მიაჩნიათ რომ ეს გზაა? მაგრამ 4-ში ხომ სრულდება ბოიკოტის მომხრეები ავტომატურად სრულდება, ხო? ხო და მაგის ხომ რომ ბოიკოტი მაშინ შედგა, როცა შენ არ შეხვედი არჩევნებში და ფიზიკურად უკვე შანსიც აღარ აქვს რომ არჩევნებში შეხვედი. იმის იქეთ გასაგებია რომ ბევრად უფრო სიმბოლური თარიღი არჩევნებია და არჩევნების დღეს ნახავს ყველა ამორჩეული აი ბიულეტენი რომელიც გამოქვეყნდება არ ახარ შენ მანდ და რა მაგარია რო არ ხარ და ბოიკოტი გააკეთე, მაგრამ ეს არის დასრულებული, არ შეიძლება მე რაღაცა დღეს გავაკეთო კონკრეტული აქტი რომის გაგზავნად არ არის და მე სამითო ვიძახო რა მაგარი რაღაც გავაკეთე. ისინი ამბობენ რომ გაგზავნადი აქტია აქციები მაგალითად 13 სექტემბერს აქვს დაგეგმილი კიდევ შემდგომ და ამით ცდილობენ მუხტის შენარჩუნებას, მაგრამ მე უბრალოდ ბოიკოტი მაგასთან არაფერი კავშირი რეაქცია შეიძლება ისეც დაგეგმონ. კი ბატონო, ახლა უნდა ვიკითხოთ ზუსტად ეს 4-ის ტექნიკური თარიღი, 5-ში ეს ხალხი ერთიანდება, ამის რესურსი დარჩა, იმიტომ რომ ეს გამყოფი აღმოჩნდა რაღაცნაირად 4, თუმცა თუ იმდენად დიდია ეს სხვადასხვა სტრატეგიაზე, სხვადასხვა სტრატეგიის მომხრეთა განხეთქილება ახლა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ რაღაცა უფრო დაახლოების ძალების გაერთიანების რესურსი უფრო და უფრო ცოტა რჩება. რამოდენიმე ასპექტი აქვს. პოლიტიკური განხეთქილება და უსკული ეგეთი დიდი არ არის, პიროვნული უსკული. შეიძლება ეგეთი იყოს, უბრალოდ იმაზე დიდი არ არის, ვიდრე ეს კრიზისი, რომელსაც ეს ადამიანები აღწერენ, რაც ხდება ამ ქვეყანაში. თუ სიმართლეა, რასაც ამბობენ, თუ მათ ჯერათ იმის, რომ მართლა რუსული ხელისუფლება, მართლა დიქტატორული რეჟიმი მყარდება, შეიძლება რა ვიცი, გადავცვინდეთ წყალებში და ამის იქით არაფერი არ იყოს, მაშინ მოდი ეს უსვირ ამ ხელსა უნდა იყოს, ამას უნდა გადააბიჯონ და რაღაცა ერთად უნდა მოიფიქრონ. ზურა ჯაფარიძე იყო ადამიანი, რომელიც სულ ერთიანობას ლაპარაკობდა და ეხლა ციხეში ისინი, ვისაც უნდა ერთად. იქიდანაც ლაპარაკობდა სხვა შორის გიორგი ვაჩაძესთან ერთად რაღაც საერთო დოკუმენტიც ხომ დაწერეს, ხო? კი. მაგრამ დარჩა ხმად მაღადებლის საშინი. თუ არ გინდა თუ ეხლა რაღაცა ერთად დადგომა, ერთად დაჯდომა შეიძლება მოგიწიოთ ციხეში. მე არ ვამბობ იმას, რომ ერთობა მეზამის გამოსავალი და ერთად უდადგებიან რაღაცა იქნება უბრალოდ აქციების მოდელი უნდა შეცვალონ ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ იმას, რომ ამ ქვეყანაში აპოკალიფსი მოხდება. რას გულისხმობთ ამ აქციების მოდელის შეცვლაში?
2016 წელს გითხარით რომ აპოკალიფსი იქნება და არ მოხდა 18-ში თქვი არ მოხდა 20-ში თქვი არ მოხდა 21-ში თქვი ეხა გამოდიოდა და ვიძახი რომ აი 2028 ამარჩა ეხა რაღაცას თუ არ ვიზამ სო ამის იქე ჩანსი აღარ გვექნება და უყურებ რომ ისევ იმას აკეთებ რასაც აკეთებდი ისევ გამოდიხარ ეთერიდან მელაპარაკე ისევ იმას და ის არ გამო ესე შენ პირად წენას ვერ გადააბიჯე შენ ზუსტად ისე იქცევ როგორც ანუ მგელიო რომ მეუნებოდი ეხა მეუნები რომ მართლა მოვიდა მგელიო მაგრამ ზუსტად ისე იქცევ ანუ შენ თუ არაფერი არ შეცვალე ესე იგი ზოგადადაც არაფერი არ შეცვალა ადამიანები ამას ხვდებიან არ შეიძლება ხე ეთერში დაჟე და ჰავსტუხი რო გიკეთია მაგიტო აქედან ვიღაცას მოატყო კი შეიძლება ვიღაცა ბჭალებში დაგოიმდეს მაგრამ იმის იქეთ ადამიანები მასა ხვდება რომ შენ მხარეს ეხა რაღაცა ისეთი სიმართლე არ არის რომელიც მე მაიძულებ და რომ რამხელა ის ანუ ქართულოს მხარდაჭერას ხო რისკი არ ჭირდება რისკი ჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერას რომ გამოვიდე და რამხელა ცვლილება გავაკეთო ხელისუფლება შეიცვალოს და პლუს მე პასუხისმგებლობა მქონდეს ახალ ეს ხელისუფლების შეცვლა რაღაცა ჩამთვლის ის ხო არა ახალი ხელისუფლება და კოალიციური იქნება თუ რაც იქნება მაგაზე ხო პასუხისმგებლობა უნდა იყოს ადამიანმა ვინც აქტიურად იქნება ამაში ჩართული მე ხო ვეღარ გამოვა ისევ და სამთვეში ხო არ თქვის მოდი ხა ესეც გადავაგდოთ ხო ნახეთ რომ 2012 შეიცვალა და რამდენი წელი აღარ მთავრობები შეიძლება მალე დაიშალოს თუმცა ეს არ ნიშნავს არის ამის მაგალითები იტალიაში იყო ბევრჯერ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ერთპარტიული მმართველობა არ უნდა დასრულდეს ამის გამო მე მესმის რას ამბობთ უბრალოდ ქცევის ზოგადად მე ვამბობ რომ პასუხისმგებლობა თუ გვინდა რომ ადამიანის უფრო მეტ ავაგებინოთ უნდა შეიცვალოს რაღაც აკეთა ფლანგზე არ შეიძლება ბუნებრივად თქვა რომ იცი რა კი ბუნებრივი პროცესია და ძალიან კარგია და მომწონს უბრალოდ აი ქართველი ხალხი თუ თავის გასაკეთებას გააკეთებს და პოლიტიკოსების შარტულობა საერთოდ თუ საჭირო არის და პლუს არჩევნებში თუ არ გავდივართ მონაწილეობას თუ არ იღებთ რაღაც გვინდა ეს პოლიტიკური პარტიები ცოტა ხანი დავაშადოვნოთ დავშალოთ არ ვჭირდება ესე იგი პოლიტიკოსები და ეს ხალხი რო თავის საქმეს გააკეთებს მე ავარჩიოთ მართლა ვინც იქნება საჭირო პოლიტიკა ესე ხო არ ხდება ხო ამას ჭირდება ყველაფერს ანუ ხვდებით რომ პოლიტიკური პროცესია მაგრამ მის ბოლოს რო არჩევნები არის ეგ ხო უბრალოდ პარტიები არიან წინა ფლანგზე და არა ხალხი და არა აქციები ამ ხალხს ხო უნდა შევქმნათ წმენა რომ თქვენ ხალხო გამოხვალთ თუ რაღაცა პროტესტით რასაც იზამ საბოლოო ჯამში არჩევნები რო იქნება შედეგი ყველა სხვა არჩევნები და მაგ არჩევნებისთვის ჩვენ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციის სპექტრი ვართ მზად მინიმუმ ეს ხო უნდა დავაჯეროთ როგორ შეიძლება ადამიანი აქციაზე იდგეს თავის სიცოცხლე ჯანმრთელობას ფინანსურ სტაბილურობას თავისუფლებას რისკავდეს და თან არ ქონდეს იმის მერე რომ ამით შედეგს რასაც მიაღწევს ანუ რაც მისთვის გამარჯვება იქნება საბოლოო ჯამში შეიძლება გამარჯვება და დაგვირგვინდეს იმიტომ რომ ვიღაცები აქ რაღაცეებზე არ ლაპარაკობენ. უბრალოდ არ ლაპარაკობენ. ანუ არჩევნებზე გასვლაზე ლაპარაკი ცოტა ხნის წინ ქოცობა იყო და სუსის აგენტობა იყო და მე უცებ აღმოჩნდა რომ არ გვილაპარაკე და ვერ გაგვირკვევია ის იყო სწორი თუ ეს იყო სწორი და ეხლა ვიღაცები ერთმანეთთან გაბუტილებენ. მიწვევენ ხომ ეთერში და მეკითხებენ იმაზე რა თქვა გამშველებელი ხო არა ვარ ჯერ ერთი გამშველებას მეტი ხდება არ არის ეგ კარგი სტრატეგია რომ ვიღაცები გააშველო მაგრამ სულ ფიქრობ რატო ეს ორი ადამიანი ან ხუთი რატო არ შეიძლება რომ ამ რაღაცა გზების ლიდერები ერთად დასხდნენ და გამაგებინო მათ შორის ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება რომ მოусმინო და როგორც პოლიტიკოსმა გავიგო აი მათი დაპირისპირების ფონზე რომელი არის სწორი სამწუხაროდ ვერ ხდება რატო არ ვიცი ორი ტელევიზია გვაქვს მინიმუმ ხო არ ხდება ვერ ხდება ჩვენი სურვილი არის ჩვენი სურვილი არის ყველანაირი დებატი ეთერში და მაქსიმალური საჯაროობა ეს მხოლოდ პროცესს უწყობს ხელს და არავითარ შემთხვევაში არ აზიანებს ჩვენი ფუნქციაც ეს არის მიცეთ ადამიანებს ტრიბუნა და დავსვათ ეს კითხვები რაც ხალხშია. ამიტომ ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი თქვენ აი ამ რამდენიმე სტრატეგიიდან როგორც ჩანს იხრებით 4 ოქტომბრის ხაბეიშვილის სტრატეგიისკენ. არასრულად ეს მინდოდა მეკითხა. მე ვამბობ რომ ლოგიკურია დიდი იმედი არ მაქვს რომ გამოვიდა ერთხელში გავალთ და რაღაცას დავამთავროთ მაგრამ თუ ამ გზას მიუყვები რაზეც საუბრობს დღეს ოპოზიციური სპექტრის უმეტესობა მაშინ ლოგიკურია ისე იქცეოდა ისე როგორც იქცევა ხაბეიშვილი პლუს უფასები იმას რომ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადოს ასწორზე ამ ერთი დრისთვის და დღეს ბევრად უფრო აქტუალური პოლიტიკოსია ვიდრე ის ადამიანები რომლებიც შეიძლება მას აკრიტიკებდნენ უბრალოდ მე არ მგონია რომ მაინც და მაინც ეს რაღაცა გამო რაც შემეხება მე კონკრეტულად ერთი აქტივისტი გავალ რა თქმა უნდა ეხლა ვიღაც რომ მეტყოს მე ვკითხულობ ამას ყველასთან ვკითხულობ და ყველა ამბობს რომ ის როგორც ერთი ადამიანი გავა ჩემი მოწოდება თუ ჭირდება რევოლუციას მგონია ის რევოლუცია არ გამოვალს ისეც მოწოდებას არ გულისხმობ მე ვამბობ რომ თითო ადამიანი ამბობს რომ საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და 4-ში მიდის აქციას ბევრი ამბობს ამას ყველა არა მაგრამ ბევრი ამბობს ამას ივანიშვილი არის ფიგურა რომელიც ხალხის რაოდენობაზე ჯერ კიდევ რეაგირებს. ეს არის ერთადერთი, რადგან ის რეაგირებს. რა თქმა უნდა, ივანიშვილი და ზოგადად ეს პოლიტიკური პარტია გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილი მის ხელმძღვანელი ყველაფერს უყურებს Excel-ის ფაილში.
რა წერია მექსერის ფელში მისი ფინანსები თუ ხალხის რაოდენობა? მისი ფინანსები, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისი გამოყვანაც მათ შეუძლია სპეცრაზმის რაოდენობა, იმ ფულის რაოდენობა, რომელიც სპეცრაზს უნდა უხადონ, სანქციებით დაკარგული ფულის რაოდენობა, მომავალი სანქციებით პოტენციურად დასაკარგი ფულის რაოდენობა, ყველაფერი დაჯამებულია და ამას ითვლის. არც ისე მარტივი განტოლება, მე მათემატიკაში დიდად ძლიერი არა ვარ, მაგრამ მგონია რომ ის საკმაოდ კარგად ითვლის თუ შემდეგი რა ნაბიჯი. მაგრამ ხანდახან ფინანსური მრჩევლები არ ადგეა, როგორც ჩანს. ავის ეხლა ჩემი ფინანსური მდგომარეობის ადამიანმა, ბიზნესმენის ფინანსური მდგომარეობის ადამიანზე ვთქვას, ეხლა ფინანსური მრჩევლები იმას ახსოვს. ამიტომ პოლიტიკურ კაპიტალს გეკითხებით, პოლიტიკურ კაპიტალს და არა ფინანსურს. ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია ასე რომ ის მრჩევლებს დიდად ვერ დავიწუნებდი ადამიანობის ნაწილში და ქართველობის ნაწილში და სამშობლოში გამოდგომის ნაწილში, რა თქმა უნდა, კარგად ვერ ურჩიეს, უმეტესობარას ურჩიეს, მაგრამ იმის იქეთ თუ ეს უნდოდა და თუ იმისთვის ითხოვდა რჩევას, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო დღემდე ალბათ კარგი რჩევები მიცეს. მე არ მგონია რომ შეძლებს ქართული ოცნება იმ რეჟიმის შენარჩუნებას, რომლის აშენებასაც აპირებს. ეს მათზე უფრო ჭკვიანმა, საყვარმა და ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ისეთ ქვეყანაში, რომელსაც თავისუფლება ნანახი ქონდა ძალიან ცოტა ხანი. და ჩვენ ძალიან ბევრი ხანი ვნახეთ უკვე როგორია თავისუფლება და დამოუკიდო ის ხარისხი, რაც ვნახეთ, მერწმუნეთ რომ საზოგადოების განვითარებაში საკმარისია. კი, კიდევ ძალიან გრძელი გზა გვაქვს წინ, მაგრამ მაგასაც გავილთ. ამის იქით არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა დაამყარო. ამაში ვარ ხმარ დაწუნებული. ამაში დარწმუნებული არ ვიყო, მტერი გაჩერდა ამ ქვეყანაში. მადლობა. ბორის ჩელეკურუა იყო, რომელიც სასამართლოდან მოვიდა, იცავდა ერთ-ერთ სტუდენტს, ჯარიმა ხო? დიახ. როგორც ყველას. 5000 ლარიანი ჯარიმა სტუდენტისთვის. არ ვიცი, რომელ ქვეყანაში შეუძლია რომ სტუდენტს გადაიხადოს შენთვის. თან კითხვის გასვლის გამო რატომ აკავებთ ადამიანს? საკმაოდ სადავო მტკიცებულები იყო, რომლის გამოც მოსამართლესაც უთხარი სასაო წლის დასაწყისში სტუდენტი გოგონას დაჯარიმება, ანა სხვა სახის ადმინისტრაციული სახელი ზარდება, ის მგონია რომ არაადამიანური არ შეიძლება რომ არაადამიანური. ხო, მაგრამ პოლიტიკურ მიზანს თუ ასრულებს, რომ დააშინოს ის და მეორედ აღარ წავიდეს ამ აქციაზე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც მე ვიცავდი, თათია ფრიამაშვილისა, ვერ ასრულებს, სხვა შემთხვევაში არ ვიცი.